სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით, მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სალს გაგახაროთ, დაგვოცოთ, გაგაძლიეროთ ღმერთმა. მეგობრებო, ბოლო დროს ხშირად მესმის კითხვა თუ რას ნიშნავს ციფრი 7-იანი და კითხვაც არის და ზოგი ესე იგი ფიქრობს, რომ მას აქვს განსაკუთრებული ენერგია, იღბალი, გამარჯვების რაღაც ფორმულა ან კოდი. მართლმადიდებლური სწავლება არასოდეს, გესმით, არასოდეს ასწავლის ციფრის გაღმერთებას. ჩვენ არ ვეთაყვანებით რიცხვებს. ჩვენ, ანუ მართლმადიდებლები, ჩვენ არ გვჯერა რომ რომელიმე ციფრს აქვს და დამოუკიდებელი ან არ ვიცი, ზებუნებრივი ძალა. ანუ ის არ არის ღმერთი, ის არ მოქმედებს ჩვენს ბედზე, მას არ აქვს დამოუკიდებელი ძალა, როგორც ზემოთ აღნიშნეთ და ის არ არის რაღაც თილისმა, არ უნდა ვატარებდეთ, თქვა, ჯიბეში, გულში, ასე თქვა და მოკლედ ერთი სიტყვით არ არის საიდუმლო კოდი. ეხლა ამაზე ჩამოვყალიბდით, მე მგონი მარტივად უბრალო ენით გასაგებად ავხსენით, ხო? მეგობრებო, ეხლა ნახეთ ეს თავიდან იმიტომ ავხსენე, ასე რომ მქონდეს წარმოდგენა, ვინც არ იცით, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრმა თქვენ როგორც მართლმადიდებლებმა იცით ეს. ეხლა მინდა მოგიყვეთ, თქვათ, რამოდენიმე ფაქტი, ეს უბრალოდ სიმბოლო არის, რაც ბევრმა დარწმუნებულებმა არ იცის, ბევრმა იცის, მაგრამ ნახეთ, ბიბლიაში ეს რიცხვი, მეგობრებო, ხშირად გვხვდება ჩვენ, ციფრი 7-იანი, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზემოდან რაც ჩამოვთვალეთ, გასაგებია, ეხლა რამოდენიმეჯერ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი წერს, მეგობრებო, კომენტარებში, რომ ეს რატომ არის ისე, ეს რატომ არის ასე და მე ვსაუბრობ და ეთყობა, არ უსმენენ ვიდეოს და ამიტომ მე დიდი პატივისცემი და სიყვარულით მათ მიმართ, მაგრამ აღარ პასუხს, ესე იგი, არ ვწერ, რადგანაც ისედაც მიჭეს ხოლმე რომ ყველას გაგცეთ პასუხი, ანუ დროის უქონლობის გამო. და ხო ხვდებით, ეხლა ყველას ვერც გიპასუხებთ, რაზეც დიდი ბოდის გიხდით. ნახეთ, ბევრმა არ იცის, მეგობრებო, რომ ეს რიცხვი ხო 7 ხშირად ხვდება ჩვენ. აი, მაგალითად, ძველ აღთქმაში იყო 7 სანთელიანი სასანთლე, რაც დღეს ყველა საქართველოს მოქმედ ტაძარში დგას საკურთხეველში სასანთლე 7, ხო? საკურთხეველში ტრაპეზზე. ანუ წიგნი გამოსვლისაში აღწერილია. ეს 7 სასანთლიანი სასანთლე, ხო? ნახეთ, ასევე იყო 7 წლიანი ციკლები. გასწოთ ხო ძველ აღთქმაში ჩვენ ამას აუცილებლად გავივლით, რომ მე-7 წელს მიწა ისვენებდა. დეტალურად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამას გავივლით ძველ აღთქმას, ჩვენ ვკითხულობთ, სხვადასხვა აქვე გეტყვით, რომ ვინც არ იცის და პირველად მისმენს დღეს უკვე 50 თავი არის სრულად ატვირთული ძველი აღთქმის წიგნი დაბადება, რა თქმა უნდა, წმინდა მამის გამარტები და ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ შებრძანდეთ და მოусმინოთ. ესე იგი, ნახეთ, პირველი, კიდევ ერთხელ, ძველ აღთქმაში იყო 7 სანთელიანი, თქვა, სასანთლე, წიგნი გამოსვლაში აღწერილია უბრალოდ. იყო ასევე 7 წლიანი ციკლები, როგორც ჩვენ აღნიშნეთ, ხო, მე-7 წელს მიწა ისვენებდა. ასევე 7-ჯერ 7 წლის შემდეგ დგებოდა იუბილე, ძალიან საინტერესო, ანუ დაბადების დღე, თავისუფლებისა და აღდგენის წელი. ასევე იცით, ასეთი იყო ენოქი ადამისგან მე-7 თაობაში იყო და რომელიც სხვადასხვა სიკვდილი არ ეხილა, არ იგემა, ასე ვთქვათ, როგორც ელია, ხო? და ასევე მეგობრებო, სახარებაში პეტრე მოციქული ეკითხება ჩვენ უფალს, რომ რამდენჯერ მიუტევო ადამიანს? 7-ჯერ. ხოლო იესო ქრისტე პასუხობს, არა 7-ჯერ. ვაცრავად. არა 7-ჯერ, უფალი პასუხობს, არამედ 7-ჯერ 70-ჯერ. ესე იგი, რას ნიშნავს? ანუ უსასრულოდ უნდა ვაპატიოთ.
ანუ ხედავთ ხო ეს ძალიან მოკლედ მეგობრებო ამ შვიდთან დაკავშირებით ასეთი თქვა ეს აჟიოტაჟი არის პირადშიც მწერენ და ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩამეწერა. ანუ ხედავთ არსად არ არის მაგია, არ არის საუბარი სულიერ წესრიგზე ან სისრულეზე. ანუ ნახეთ უბრალოდ აქ ნამდვილად არის აი ღვთის განგებულება არის, ხო? და ნამდვილად არის საუბარი აქ რაღაცა ეს სულიერზე და სრულზე, ასე თქვა, ხო? სისრულეზე. მეგობრებო, სხვადასხვა ბევრი წმინდა მამა ერთხმად ამბობს, რომ დღესაც ჩვენ ვცხოვრობთ იმ მეშვიდე დღეში, ანუ ისტორიის პერიოდში, ასე ვთქვათ, როდესაც ველით მერვე დღეს. რას ნიშნავს მერვე დღე? ანუ მარადიულობას. მერვე დღე ქრისტიანობაში არის მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა. ამიტომაც როცა ვამბობთ რომ 7 განსაკუთრებულია ეს არ ნიშნავს რომ ის უნდა რაღაც გავაღმერთოთ და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს რომ ღმერთმა ასე თქვა თავისი სიბზნით გამოიყენა ხო ეს რიცხვი როგორც ასე თქვა სიმბოლო. კიდევ ერთხელ ვამბობ მეგობრებო, არ ვეძებთ კოდებს, არ ვაღმერთებთ, არ ვატარებთ გულში, ჯიბეში, რაღაც დაყნობას არ ვაკეთებთ ამ 7-იანზე, არ ვეძებთ რიცხვებში ბედის წერას, არ ვჯერათ ციფრის ძალის და ასე შემდეგ. ხო, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ეს უნდა ვიცოდეთ. ხო, ერთადერთი ძალა და ბედი და გადამწყვეტი მნიშვნელობა და ყველაფერი არსი ჩვენი ცხოვრების და სიცოცხლის როგორც არის ღმერთი, როგორც თავად უფალი ჩვენი განკაცებული იესო ქრისტე წმინდა სამის მეორე იპოსტასი გნებავთ პირი ბრძანებს, რომ მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ აღდგომა და მე ვარ ნათელი, ხო? აი, ჩვენი სიცოცხლის წყარო არის არა თქვა ციფრი, არა ზე, ხო? არამედ წყარო სიცოცხლის არის ქრისტე. და ჩვენ რო ვიღვიძებთ დილით, ხო, ეს არის უდიდესი სასწაული და უდიდესი ქრისტეს წყალობა. ჩვენ კიდევ ცოცხალი ვარ და უფალი გვაძლევს ჩვენ კიდევ ერთ დღეს რო ჩვენ ესე იგი ცოტა გამოსწორდეთ და ვეცადოთ მაინც რომ გამოსწორებას და უფალი როდესაც დაინახავს ამას დაგვეხმარება აუცილებლად. მეგობრებო, თუ რაიმე თქვა ასე ვთქვათ არსებობს ჩვენ ცხოვრებაში, ხო, აი რა ვიცი, აი ყველაფერი მოკლედ რა ჩვენ ცხოვრებაში რაც არის, ხო? ეს არის მადლი ღვთისა, რომელიც მოდის არ რიცხვიდან, არამედ ქრისტესგან. აი ეს არის თუნდაც მართლმადიდებლური პასუხი. და ეს უბრალოდ სიმბოლოა, უბრალოდ ამდენი დამთხევა არის და კიდე ბევრი არის, ახლა ამაზე სრულად ვერ ვისაუბროთ, ეს მცირედი მოგიყევით, ხო? ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და მეგობრებო, მინდა ძალიან დიდი სიყვარულით კიდევ ერთხელ გითხრათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ბევრი მწერს და მე არ უსმენენ, არ უყურებენ ვიდეოს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ აი უკვე მე-9 თვე არის რაც შევქმნით ეს არხი. ესე იგი, როგორ გითხრათ, მე აი დაბადებიდან, რა ვიცი, გდება ესე იგი ვიყავი ყოველთვის მართლმადიდებელი ქრისტიანი, მართლმადიდებელი კიდევ ერთხელ ხაზოსვავ, ვარ ეხლაც მართლმადიდებელი და ვიქნები სულის ბოლო ამოსუთქვამდე მართლმადიდებელი. ეს ერთი. მეორე, მეგობრებო, არა ვარ მე, გესმით, დაიწყებებით არა ვარ მე მამაო, არა ვარ მე სასულიერო პირი. ერთმანეთ ამიწერა, არ ვიცი, რაღაც ირონიულად თუ რაღაც მოგების ნიშნით, მაგრამ ესეთ იმაზე არ პასუხობ. რატომ გადადექით მამაო და ესე იგი უნდა რაღაცა გაეგო სენსაცია, რომ აი არა ვარ, გესმით, არ ვარ მე მამაო. გასაგებია ხო?
და ბოლოს მეგობრებო, აქვე სარგებლებში შემთხვევით და თქვენ იცით, რომ პარალელურად მე შევქმენი WhatsApp-ში ბიბლიის ჯგუფი, ჩვენ რამოდენიმე ესე იგი დაახლოებით 20 ადამიანი ვართ. უმრავლესობა არის ჩვენი ემიგრანტები, რომელიც არიან ესე იგი ჯგუფში და საქართველოს დროით 2 შაბათს, 4 შაბათს და პარასკევს საქართველოს დროით 9 საათზე, საღამოს 9 საათზე რეკავ ხოლმე WhatsApp-ში და ესე იგი ვიდეო კოლის, ვიდეო ზარის ფორმატით შემოდია ყველა ესე იგი ვიდეოთი, ანუ ესე თქვა და მე ვკითხულობ ბიბლიას, იქ 2 კვირა ძველ აღთქმას ვკითხულობ წმინდა მამების გამარტებით, 2 კვირა სახარებას ვკითხულობ და ნუ ეხლა მარხვარეს იცით თქვენ და ამიტომ ეხლა ვკითხულობ ჩვენ მარკოზის სახარებას და ვისაც გააქვთ სურვილი, ოღონდ სწორად გამიგეთ, ისე კი არა რომ აი ვიც სისტემატურად დაესწრება ხოლმე, ვისაც გააქვთ სურვილი, უფრო ჩვენზე ქართულ ემიგრანტებს ეხება ეს და არა მარტო რა თქმა უნდა, ვიც საქართველოში ცხოვრობთ, ვისაც გაქვთ სურვილი, მომწერეთ ამ ვიდეოს ქვემოთ, ან თქვა პირადში, ან მეილზე თქვენი მობილურის ნომერი, რომელზეც აი WhatsApp-ზე ხართ დარეგისტრირებული და ქვეყანა და ესე იგი აი ბიბლიის ჯგუფში მინდა თქვა სულს გაწევრიანება და აუცილებლად დაგამატეთ. გაგახაროთ ღმერთმა და მოგცეთ ძალა, მეგობრებო, პირველ რიგში ჩემ თავს ვეუბნები, მეც თქვენს რომ ასე თქვა, ნუ ვიმარხულოთ სულიერად პირველ რიგში და დაუძლიოთ ესა თუ ის ცოდვები, პატარა ცოდვები, რაც ესე თქვა ჩვენ ვერ დავძლიეთ იმ ძველ 2025-ში, როდესაც მძიმე აღდგომის მარხვა იყო და ეხა დაუძლიოთ და როგორც ყოველთვის ჩვენ ვამბობთ, ხო, აი იოანე უქროპირი ამბობს, რომ ღმერთს ისე არ ეზიზღება, ანუ წყალებში გასაგებია, ხო, ეზიზღება ცოტა ესე სიტყვა ღმერთთან მიმართებაში, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, რომ უფრო კარგი გასაგები იყოს და უბრალო ენით, რომ ჩემი ამბოცანა რომ პირველ რიგში კარგად გაიგოთ თქვენ. და არა ასე მაღალფარდოვანი სიტყვები და ასე შემდეგ. ანუ ღმერთს ისე არ ეზიზღებაო, ჩვენი ცოდვებიო, ჩვენი ჩადენილი ცოდვებიო, იმდენად ის რომ ჩვენ არც კი ვცდილობთ გამოსწორებას, გესმით? ამაშია საქმე. და ჩვენ არ გვინდა რომ გამოსწორდეთ. იქ ვაბრალებთ ჩვენ რაღაც ეშმაკს, აი ეშმაკი მებრძვის, ეშმაკი ეს ხაჩავს, არამედ არ ხაჩავს ჩვენ უკვე. რასაც მინდა იმას ვაკეთებ. всё, აი გარე და ლაკონურად. ჩვენ მოგცა ღმერთმა თავისუფლების ნების არჩევ, მე შემიძლია ხშირად საუბრობ ამაზე. აი ხა ხო ზივარ, ახლა ავდგები. მომიდება წავალ მარცხნივ, მომიდება წავალ მარჯვნივ, მომიდება წავალ პირდაპირ, მომიდება წავალ აი უკან. ანუ იმის თქმა მინდა რომ მე ვარ თავის უფალი, მე ვირჩევ არჩევ, მე ვირჩევ ნათელს თუ სიბნელეს, მე ვირჩევ ღმერთს თუ ეშმაკს. ამიტომ აი ეს გადაწყვეტილება გავაკეთოთ მეგობრებო და ავირჩიოთ ნათელი, ღმერთი ავირჩიოთ და ამ მარხვაში მოდით 1 სანტიმეტრით მაინც მიუახლოვდეთ ქრისტეს, ჩვენი არა ბაგეებით და სიტყვებით, არამედ ჩვენი საქმეებით და როგორც წმინდა წერილში წერია, საქმე უკაცრავდა რწმენა საქმის გარეშე მკვდარია და მიუახლოვდეთ მეგობრებო ქრისტეს, იმიტომ რომ ის გველოდება ჩვენ ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს და როგორც აი ესე თქვათ უძღებიშვილის იგავშიარე ხო მამა გაშლი ხელი და ესე ჩახუტებული ესე იგი ჩაეხუტება და გაშლი ხელით ელოდება თავის შვილს, რომელიც ამბობს ის მკვდარი იყო და გააცოცხლდაო. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უფალი, ყოველთვის თუ ჩვენ გულწრფელად მოვინანიებთ მეგობრებო და აღარ ჩავიდენთ ამათ იმ ცოდვას, მომაკვდინებელ ცოდვას, ხო ჩვენ უფალი ყოველთვის გვაპატიებს მეწმუნედ და მეტიც. აბა გაიხარე და დაგლოცოთ ღმერთმა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესის და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთანა. ამინ. მადლობა დიდი.
Აცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაწედა პური ჩვენი არსობით სამომეთ ჩვენ დღეს და მომიდევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ ანამდებთ მათ ჩვენთან და ნუ შემიყვანებ ჩვენგან სასწრაფსა არამედ მიხსენ ჩვენ